ჩემ მეგობარ ნინიკოს მარტაკოსის ინტერვიუს სტორი ედო და სანამ სახელი დაეწერებოდა ძალიან დარწმუნებული იყო რომ იყო ნინო კასტრაძე და ძალიან გავს ნინო კასტრაძეს და მე გამახსენდა რომ ნინო კასტრაძე ერთხელ ვნახე დრეგ ბოლზე მგონი ხიდზე იყო მაშინ დრეგ ბოლი და საკმაოდ ნასვამი გახლდით და კიბეზე ჩავდიოდი და ქვევით იდგა და დავინახე და მინდოდა მივსულიყავი და მე თქვა როგორ პატივს ცემ და როგორი საამაყოა რომ პროტესტშია ჩართული და როგორი ნიჭიერია და არაჩვეულებრივი და მოკლედ რაღაცა კომპლიმენტებით შემემკო და რაღაცნაირად თავი წინ გამექცა და კიბეზე წავბორძიგდი და ნინო კასტრაძე ჩავვარდი ხელებში ისე რომ ლაპა ანუ ჯერ ვერც უთხარი ვერაფერი რომ ეს ყველაფერი ჩემ თავში ხდებოდა რომ მაგის თქვა მინდოდა და წინ გავიქეცი და ჩავვარდი ხელებში და მე უკვე რაღაცა წავებრუნე აღარ მახსოვს რომ როგორ რაღაცა რომ არც წავებრუნე არ ვიცი იმიტომ რომ ისეთ ვიყავი და ვაიმე შვილო და რაღაცა მთხილად და ისე დედობრივი მითი რა ქვია ზრუნვით დამიჭირა ამ კიბის ქვეშ თან ძალიან ისეთი რომანტიკულ ფილმებში რო არის ხოლმე ეგეთი მომენტი იყო და თან დედობრივი მზრუნველობა რაღაცა მენა ეს რა ქვია ელექტრას შებრუნებული ოიდიპოსური სინდრომით ჩავახვიე ხა ამაში. მაგრამ მოკლედ ეს გამახსენდა ნინო კასტრაძეზე. და შეხედეთ და ხო ნამდვილად ძალიან გავს ნინო კასტრაძე თუ მარია მარტა არ ვიცი მაგდენი ევროპარლამენტარები ნეტაი ჩვენი პარლამენტარების დამახსოვრება არ მჭირდებოდეს თქვი მაგრამ მე გამახსენდა რომ უკვე ვეწინააღმდეგები მაგ აზრს რომ მოქალაქემ არ უნდა იცოდეს ვინ არიან მმართველობაში ყველა უნდა ვიცოდეთ ყველა სამინისტროში და არაფერი აღარ უნდა გამოგვეპაროს ახლა დავგუგლე და ის არის ძალიან არ გავს და მარტა არის და სლოვენიელი დიპლომატი არის რომელიც ესე იგი ევროკომისიის ესა გაფართოების თავმჯდომარე თუ რაღაცა რა ქვია არ ვიცი რა ხო და ზოგ ფოტოში გავს რა მაგრამ აი იმ ინტერვიუში ევრონიუსის ინტერვიუა გავს თორე ისე ნინო კასტრაძე უფრო ლამაზია ბოდიში მოხდით ვიტყოდი მაინც თუმცა აი რაღაც მომენტებში გავს აი ფოტოებს უყურებ ხა და ნახეთ ხო